არც ერთს არ ვჭამ და არ ვსვამ, მაგრამ მაინც ვერ ვიკლებ და რატომ? საუბარი არის გაზიანის საცმელობით, კბილეული, ცომეული და მსგავსი საკვების შესახებ. წონის დაკლება, ჩემო კარგო, ლანა, დამოკიდებული არის მიღებული კალორიების რაოდენობაზე. შეიძლება თქვენ იკვებებოდეთ ძალიანაც ჯანსაღად, ძალიანად კარგი პროდუქტით, მაგრამ თუ თქვენ ამ პროდუქტს ღებულობთ დიდი რაოდენობით, შესაბამისად ბევრ კალორიას, არ მოხდება წონის დაკლება. ასევე წონის დაკლება რომ მოხდეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა გარდა კალორიულობისა, უნდა ვიცოდეთ, რომელი საკვები, როდის, რომელ საათზე მივირთვათ. მაგალითად, ცილები ჯობია მივირთვათ დილითაც, საღამოსაც შეგვიძლია, ნახშირწყლები მხოლოდ დღის საათებში და საღამოს არ შეიძლება მიღება. ანუ ყველა საკვებს აქვს თავისი მიღების დრო, წესი, რაოდენობა და ყველაზე მთავარი კიდე ვიცით რა არის? ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია საკვების მიღების რაოდენობაც, საათებიც, პორციებიც და სახეობებიც. ვიღაცაზე შეიძლება კონკრეტული საკვები არ ახდენდეს გავლენას და წონაში იკლებდეს მაინც ამ საკვების რაციონში ჩართულობით, ვიღაცისთვის შეიძლება ეს საკვები ერთი ლუკმანო შეჭამოს ძალიან დიდი პრობლემა იყოს. ამიტომაც, როცა თქვენ ცდილობთ წონაში დაკლებას და არ გამოგდით, წვალობთ, ასე სტრესავთ ორგანიზმს, სტრესავთ ფსიქოლოგიას და ეს საქმე კიდევ უფრო გართულდება, შედეგის მიღება, წონის დაკლება. ამიტომაც ამ დროს უნდა მიმართოთ პროფესიონალს, უნდა აიყვანოთ ისეთი ადამიანი, ვინც ინდივიდუალურად იმუშავებს თქვენთან, თქვენი ორგანიზმის მიხედვით შეგიდგენთ პროგრამას, გექნებათ კვების რაციონი უკვე ინდივიდუალური და აუცილებლად გექნებათ შედეგი. თუ გაინტერესებთ ჩემთან როგორ ხდება წონის დაკლება, როგორ შემიძლია დაგეხმაროთ ამ საკითხში, უფასო პირველად კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერეთ პირად შეტყობინებაში, გაგესაუბრებით და თქვენი მონაცემების მიხედვით გეტყვით, რომელი პროგრამა დაგჭირდებათ, რა პირობებთან იქნება დაკავშირებული. 12 წელი ამ სფეროში ვმუშაობ და ჯერ არ მყოლია არც ერთი ადამიანი, ვისაც შედეგი ვერ მიიღოს, თუ რა თქმა უნდა, ჩემ რჩევებს ითვალისწინებს. იმიტომ რომ ყველა ადამიანთან მაქვს აი ასეთი ინდივიდუალური მიდგომა და არა ზოგადი მხოლოდ კბილეული არჭამა და ცომეული და ასე შემდეგ. ასე რომ გელოდებით პირადში, ვისაც გაინტერესებთ დეტალები.